Საღამოშიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა პირისპი. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს კი მედია კავშირი ობიექტივია. აგე ტრადიციული ხუთშაბათი, ტრადიციული 5-ის ნახევარი და ჩვენი მორიგი გადაცემა. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იცით, თქვენ დაანონსებული მქონდა ერთი კარგი ახალგაზრდა ქართველი ყმაწვილი და ქართველი კაცი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად კარგათაც მღერის და თავის საქმეს კარგად აკეთებს. რა როგორ და რანაირად ამას რა თქმა უნდა ამ ჩვენი 50 წუთიანი საუფრის პერიოდში ერთად გავიგებთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, ნომერი უпростоრად 2-388-105 სტუდიაში დასარეკად და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Skype პირდაპირი ჩართვებისთვის. თემო საჯაიას მივესალმები, საღამოშიდობისა თემო. საღამოშიდობისა. 17 დღეს დეკემბერია, ბარბარობა, შენთან ერთად მაყურებელსაც მინდა აუცილებლად მიულოცო დღევანდელი ბარბარობა. წარმატებები დაგბედებოდეს, ჩემო ძმაო. გაიხარეთ. შენს და მთელ საქართველოსაც. მეც მიულოცავ მთელ საქართველოს თქვენ მაყურებელს. პირველად ვარ თან თქვენს ტელევიზიაში და კეთილი იყო ჩემი ფეხი, წარმატებები და წინსვლა. კი ბატონო. ვერა ჯანმრთელად გავყოფოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ბავშვების პატარა ბავშვების მფარველია, წმინდა ბარბარე და რა ვიცი, შვილები, ვისაც ყავს, შვილიშვილები, ვისაც ყავთ, ახლობლები, ყველა პატარას მფარველი ყოფილიყოს, აი ესე დავიწყოთ, მოდი ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სანამ უშუალოდ მე თემოსთან გადავიდოდე საუბარს დავიწყებდე კონკრეტულ თემებზე, სარეჟისორო შევთხოვ დაუკავშირდნენ სატელეფონო ჩართვა გვაქვს ერთი თბილისი ართოლიდან და დაუკავშირდე მე პროდიუსერს ერთ-ერთი ღონისძიების ბატონ თამაზ გაჯაიას და რამდენიმე შეკითხვით უნდა მიმართო, იმიტომ რომ ახლაც საქმე იქ მიმდინარეობს რაღაც კონკრეტული ღონისძიები და მაინტერესებს რა ხდება. მანამდე თემო შენ დღევანდელი ჩემი გადაცემის მთავარი სტუმარი ხარ და სულ ახახანს 13 დეკემბერს მოხდა ჩატარდა ჩემმა მაყურებელმა იცის და ჩემმა მსმენელმა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მე-16 რიგით ცერემონია, სადაც შენ წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაში გამარჯვებული გახდი შენს ჯგუფთან ერთად, ამასაც გილოცავ რა თქმა უნდა და სულ ეს წარმატებული ყოფილიყავით ამ საქმეში, რა საქმეში. მე სხვა შორის ვერ მოვასწარი მაშინ, მადლობა მეთქვა, იმიტომ რომ ესეთი გაწამაწია იყო. პირადი მადლობა სცენიდან რა თქმა უნდა და დიდი მადლობა ამ ნომინაციისთვის. თელ შემოქმედების ჯგუფს შენ და თვითონ მეგას, იმიტომ რომ ასე იბრძვით ამდენი წელი კარგად და კიდევ და კიდევ ეს წელი უკეთესი იყოს, ვიდრე წინა 16 წელი თქვენთვის. ვცდილობ თავარი ქვეყანა მივიდეს იმ დონეზე, რომ ხალხს კულტურის და ხელოვნებისთვის ეცალოს ყოველთვის და დიდი იმედი მაქვს, როცა ჩვენი ქვეყანას ასე ნელა ნაბიჯებით მივა ბოლო-ბოლო იმ სტატუსამდე, რასაც განვითარებული ქვეყნის სტატუსი ქვია, მე შენც მოიცლი უფრო ხშირად ამ საქმისთვის, თუმცა არც ახლა ხარ. ხო, ნუ ეგ ის არის რა ქვია. და რა ვიცი, წარმატებები მინდა გისურვო კიდე თემო, ჩვენ მოდი მაყურებელს სანამ ჩართვას გავაკეთებთ, რა კლიპზე გვაქვს საუბარი, მინდა რომ მე მაცნობებენ ახლა რომ ბატონი თამაზი ხაზია, მოდი გავაკეთოთ სატელეფონო ჩართვა და შემდეგ ამის შემდეგ დაუბრუნდეთ მაყურებელს და განვაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ბატონ თამაზ, გესმით ჩემი ხმა? მესმის. საღამოშიდობისა მოგესალმებით, დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ. ჩვენიანა დიდი მადლობა გილოცავ ყველას მაყურებელს, ყველას ვისმენს, შეგვიერთება ყველას მიულოცავ დღევანდელი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ თამაზ, ეხლა მე მაყურებელს ვაცნობე რომ აგერ ამ კონკრეტულ სიტუაციაში და პირდაპირ ახლა როცა ჩვენ ეთერში ვართ, ართოლში რაღაც კონკრეტული ღონისძიებების ციკლი დაიწყო და შეგიძლიათ ძალიან მოკლედ მითხრათ რა ხდება? მოკლედ გეტყვით რომ ეს არის საახალწლო ღონისძიებები, რომელიც დღეს დაიწყო, რაც წმინდა ბარბარეს ვისადმისმული საკოლმებო ღონისძიებებია. ეხმარებით ბავშვებს, ძიმესანი დავადებული ბავშვია 8 წლის სანდრო ხუბერაშვილი კიდე რავალი ბავშვი. ანუ საქველმოქმედო ღონისძიება მიდის ახლა როგორ? საქველმოქმედო ღონისძიებები არის საპატრიარქოსთან არსებული დედათა ბავშვთა სახლიდან გადარები ყავს მოწვეული ჩუგურეთის რაიონის სოციალურად აუცილებელი ოჯახები და ასე აგზელება კათოლიკოსების ვარსკვლავების ჩათვლილება, ანსამბლი გვირილა, რავალი ანსამბლებია, წარისი, ლავრა, magic show, ბალეტი, ასვიდან ჩამოვიდნენ, სენაკიდან, ლიდან ჩამოვიდნენ, საქართველოს აქ არის, ყველას უნდა რომ
ანსამბლი ლავრა კიდე არის ჩვენს ასაგები. აგერ ყველა ესენი ყველა ბავშვებს უნდათ რომ რამდენაში ხოლმე ანუ მაყურებლის გასაგონად კიდევ ერთხელ რო ვთქვა და უფრო უკეთესად განვაცოთ, ეხლა დაიწყო ციკლი საქველმოქმედო საახალწლო ღონისძიების, როგორც უნდაში დაგებებს ვაგდერობ ფილარმონიის საკონცერტო ღონისძიებას, მე საახალწლო პროექტები გვაქვს ზუსტად ზეგამერს ისევ ათხოვში და ეს შემოგვიყვება ვაგდერობ და ეხმარებით ბავშვებს ეხმარები. აი ვინ კონკრეტულ მე რამდენადაც ვიცი ერთი კონკრეტული პატარა ბავშვია 8 წლის ბიჭუნაა თუ არ სანდრო ხუბერაშვილი არის ესეთი ბავშვი რომელიც ახლა სამბულში მკურნალობს ერთ წელიწადი უნდა იმკურნალოს და სული უნდა რომ შევიდა რომ სული და ბავშვები ყველა ძალიან მობილიზებულები არიან იციან და აქტიურად მონაწილეობენ ის როგორც შეუძლია ის როგორც შეიძლება შილების მიდი იქნება რა ნაიჭის იქნება ყველა არის ძალიან მონდომებული რომ ამ პროექტში ესე იგი რომ ჩართულები და მისასალმებელია ეს ყველაფერი მით უმეტეს აი დღეს წმინდა ბარბარეს დღეა ბავშვების ფარველის და მე სანდროს გამოჯანმრთელებას უსურვებ და მადლობას გადაგიხდით იმისთვის რომ ბადონებესო თქვენ ასეთი ყურადღებისთვის მაყურებელს მადლობა ყველას მადლობა და ვინც ახლოს მიიტანს გულთან ამ ბავშვების ამ ყოფობაზე რაც შეუძლია გააკეთოს ყველა ზიბაგობას გადავხდით პირიქით ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამაზ და მაქსიმალურად გიგულეთ თქვენს გვერდით მით უმეტეს საქმე როცა ბავშვებს ეხება ნახვამდის დროებით ნუ მაყურებელს გასაგონად კიდევ ერთ ვიტყვი რომ აი დაიწყო ციკლი საქველმოქმედო კონცერტებისა რომელიც თურმე რა ნუ ასეა ჩვენ ხშირად გვიწევს ამ კონცერტების გაშუქება და რა თქმა უნდა გაცემა პირისპირ არც ახლა დაიხევს უკან მსგავსი ღონისძიებების პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ერთვება ხოლმე მსგავსი სიტუაციის ღონისძიებაში და სხვა შორის თემა მოიტანა და სანამ კლიპს ოჩვენეთ მაყურებელს მინდა გითხრა რომ არ ვიცი როგორ თქვა ხა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სამწუხაროდ ხშირად უკვე ესეთი ფორმატის ღონისძიებები, მაგრამ საბედნიეროდ არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის ფორმა. შენ როგორ გაქვს საქმე ამ მიმართებით? ხშირად ღებულობ მონაწილეობას საქველმოქმედო? თითქმის ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ არის თემები, რომელზეც უბრალოდ უარის თქმა არ გამოდის რა. ნუ იმ შემთხვევებში, როცა ფიზიკურად ჩემი დრო არის დაკავებული, არ შემიძლია და ვერ ვეხმარები, მაგრამ ნუ თუ ამის საშუალება მაქვს, ყოველთვის ვცდილობ. სხვა შორის აქვე შეიძლება არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ მე ყოველთვის ვსვავ კითხვას, რაც მაინტერესებს. ბოლო პერიოდი მე როგორ ჟურნალისტს, რაღაცა პერიოდი მქონდა, იცი როგორ დამოკიდებულება, იმდენად ფორმალურად ტარდებოდა ხოლმე რაღაც კონკრეტულ ღონისძიებებში, საქველმოქმედო ფორმატში, მეც ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე კონფერენციად ამ ღონისძიებებზე წამყვანს რო ეძახიან მონაწილეობა ჩვენს მეგობრებთან ერთად, მე მგონი ჩვენთან ერთადაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა თესეუს ღონისძიებებზე და მიწევს და ერთ-ერთჯერ თითქოს რაღაცას გული ეჭვი შემეპარად კიდევ მსგავსი ღონისძიების ფორმატის განხორციელებაში, მაგრამ ნუ ჩვენ ღმერთის წინაშე უნდა ვიყოთ ხო, ნუ მე ჩემ თავთან მართალი ვარ, როცა ვიცი რომ თქვა პატარა ბავშვი ხმარები რაღაცი და თუ იქ რაღაცას ამაძაღლობს, ნუ იმის სინდიზი. მაგრამ მე ვთვლი რომ ნუ მე პროფესია მაძლევს ამის საშუალებას, რომ ალბათ აი ეს გადამოწყვეტი უნდა არა, ეგ აუცილებელია. იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ჩემი აზრით ესეთი კარგი, თემო, მოდი მაშინ მაყურებელს შევთავაზოთ, სარეჟისოროში ვთხოვ მოამზადონ თემოს ის კლიპი და ორი სიტყვით ვთქვათ, ეს არ არის თემურ საჯაიას. კი ბატონო, მე ანუ ჩემი მუსიკალური ცხოვრება უკანასკნელი წელიწად ნახევარია დაკავშირებული მაქვს ჯგუფ Force Major-თან, რომელიც შევქმნით. რატო დაარქვია სახელი გაბიცა? ამბიციური სახელია რა. გადაულახავთ ძალას თან ეკნებათ საქმე მომავალში ქართულ მუსიკოსებს. თუ რაღაც არა, ნუ საერთოდ მე მგონია რომ ჩვენი ცხოვრების წესი განსაკუთრებით ბოლო 25 წელი Force Major-ში ვცხოვრობთ რა, არასდროს არ ვიცით რა გველოდება და რაღაცერად ანარეკლი უნდა იყოს შენი ქვეყნის. შენ ხარ ნათლია იმის სახელმწიფოს? კი ბატონო. ხო და ნუ ეს არის ჩემი ჯგუფის სიმღერა საქართველოს შენ ხარ ავად ესეთი სახელწოდებით რომელიც ოქტომბრის თვეში გადავიღეთ ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება და მადლობა თქვენ და შენ ტელევიზიას რომ გვაძლევთ საშუალებას რომ უფრო ფართო საზოგადოებას არ იმიტომ რომ ჩემის აზრით იმდენად რეალობასთან ახლოს არის ეგ თუნდაც მარტო სათაური ავიღოთ რომ ხო ნუ ერთად ვეძებოთ რაღაც რეცეპტები მკურნალობის
ჯობია, მე მგონი. გამოსაფხიზლებელი მაინც. კი, შემომლაწუნებლები გჭირდება შენი სახით, არ ვიცი თუ მეც რაღაცას ვაკეთებ მაგისთვის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს არ მომწონს ის სიტუაცია, რაც იმ საქმეშია, რასაც შენ ემსახურები და რასაც მე ვემსახურე. მოდი არ გადავყოლოთ მაყურებელ და ვაჩვენოთ ეს კლიპი, ჯგუფი Force Major და თემო საჯაია, წარმოგიდგენთ წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაში გამარჯვებულს ნამუშევარს. შენ ხარ ავად ჩემო საქართველოს სამწუხაროდ. გთხოვთ. სამშობლოში ნიჭსა და სიკეთეს კლავენ ჩემ სამშობლოში მხატვრებს აჭრიან მკლავენ ჩემ სამშობლოში მომღერლებს იმედს უკლავენ გულში ჩემ სამშობლოში პოეტებს ტყვია სახლიან შუბში ჩემ სამშობლოში ზოგი თავის გვარს ტოვებს იცვლის ჩემ სამშობლოში მშიერი ბავშვების ტირილი ისმის ჩემ სამშობლოში ზოგი ზღვის ბრძოლაში იბრძვის ჩემ სამშობლოში ზოგი სტიაცია სიცვის აქ სადაც ტყუილსა და სიცრუეს დავეძებ ხარბა სადაც ხამსვაც ერთმანეთს უებარ წამოა ჩემ სამშობლოში ნატრობენ ლილიან მართალს მაგრამ სიმართლეს ებრძვიან არქმევენ ხალხს საქართველო შენ ხარ ავად დამნაშავე მე ვარ თავად საქართველო შენ ხარ Nashave, me vartava. Чем სამშობლოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის კვათბობს ჩემ სამშობლოში ზოგი პარტიის წითელ მანდატებს არტბობს ჩემ სამშობლოში უნდათ მომავალი ჩავნელონ ფერადი ჩემ სამშობლოში ოცნებობენ როდის აღდგება ბელადი ჩემ სამშობლოში სამშობლოს უპერსე კიდია ჩემ სამშობლოში საწყალ მიწაწყალს ყიდიან და ჩვენი დედები უცხო ქვეყნებში უვლია სხვის დედებს ჩემ სამშობლოში შანთვის არავინ იმედებს ჩემ სამშობლოში ლოცვასაც დადეს ფასი ღმერთის სახელი თუ ღმერთო დაგვიდგეს ფარსი აბევრი რამე უბრალოდ სათქმელად არხის როცა გვმართავენ ცხენსავენ ჩვენ როგორც ნახის დავბრუნდით თემო პირდაპირ ეთერში და გინდა გითხრა მე როგორ აღვიქვი ეს აი თითოეული კადრი რა თქმა უნდა მანამდეც ნანახი მქონა ახლა კიდევ ერთხელ დავაკვირდი აი შავთეთრიდან ფერაძე გადასვლის მომენტი იქ რა იყო ის ბოლო კადრები როცა თქვა თელი ახალ იცი არის იმედი იმისა რასაც ქვია ახალგაზრდობა რომელიც კურნალი უნდა იყოს ჩემი თვალ მე ასე ვხედავ ამ კლიპის ფინალს რომ ანუ ისევ ის თაობა გააფერადებს ამ დაავადებულ ქვეყანას რომელსაც ახალგაზრდობა ქვია და რომელიც ჩვენ კლიპში გამოიყვანა ეგ როგორ არის ქართულად მასოვკა ბოლოში ხო
გაფერადებულ კადრებში. მე ასე დავინახე, მე არ ვიცი სხვამ როგორ დაინახა და რატომ მოგანიჭეს თქვათ ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემ ასე ვთქვათ სიმპათიას ამ კლიპის მიმართ, რომ ღირსეულად გახდა წლის საუკეთესო კლიპი ეს. დიდი მადლობა. მეც მინდა 1-2 აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაც თვითონ ჩვენ ამ სიმღერის გამართლება შეგვიძლია ერთადერთი კუთხით რა. ამ სიმღერის თავარი სათქმელი არ არის საქართველოს შენ ხარ ავად. მესმის. თუ ეს იქნებოდა, ნუ რა აი ჩვენ დგავართ სადღაც გვერდზე ან ზევიდან და ვიღაცას მოძღვრავთ, დიაგნოზს უსვამთ და მენტორული ტონით რაღაცა ჭკუას ვარიგებთ რა. არ არის ეს ასე, არავის სალანძღავი სიმღერა არ არის, ეს არც პოლიტიკური და ასე შემდეგ რა. ამ სიმღერის თავარი სათქმელი არის დამნაშავე მე ვარ თავად. ეგ დაახლოებით სახარების პრინციპია, რომ რატო ხედავს ხვის თვალში ბეწს, როცა საკუთარ აი ეს არის რა, როცა ყველა ჩვენთაგანი დავიწყებ საკუთარი თავის გამოსწორებას, მაშინ მიხვდები, რომ აი ძალიან გავამაზდება შენი ქვეყანა რა. და გაფერადება ისე როგორც შენ. ძალიან კონკრეტიკაში რო ჩავიდე, როცა ტრასაზე მივდიოდი ამას წინათ, ერთი თვის წინ დაახლოებით და ძალიან დიდი ჯიპიდან ქართული ნომრები იყო და ეხლა არ თქვა ნაგავი გადმოაგდეს. არა, აი იმხელა ლუდის ბოთლი გადმოაგდეს და დაიფშუნა ეს, რომ ანუ აი ეგეთ რაღაცებს თუ ვერ ხვდები, რომ ამას ვიღაცას კი არ უგდებ ამ ბოთლს, კრემლს ან თეთრ სახლს ან ვიღაც პუტინს, რომ შენ თავს უგდებ ეგეთ რაღაცებს, აი თუ ამას მიხვდები, მაშინ ნელ-ნელა დაიწყება რა. რა სად იცვლება ეგ ცნობიერება, როდი რა რანაირად იცვლება ის, რომ თუნდაც ნაგავის ფანჯრიდან გამოგდა. არ არის მნიშვნელობა ხა ჯიბზეზე ხარ თუ ხო, არა, ეს კონკრეტული ჯიბზე ეს თავისი უნდა ქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ქართველების ჭკუის და ტვინის გადაგვარებაზე იმუშავეს რა. იცი რა არის? ოდი შეგვიდაოთ რა. მე ამას წინათ დამიმტკიცა ჩემო შვილმა საკუთარმა, რომ ეს არ ყოფილა მთლად ქართველების დაავადება, თვითონ ეს მიდგომა მენტალობის. ამასინათ იყო იქ რაღაც კონფერენციაზე იყვნენ ბრიუსელში და მანახა თავისი გადაღება, მაგრამ შენ რო ნახო ხუთი რა ხდება. აბსოლუტურად არწმუნებული ვარ, რომ მე ანუ რასტის ეს ადამიანობის მენტალობა ხარ არის მარტო მაინც ქართველებს თავისის გასაჭირიც ეყო. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მე არ მიყვარს საერთოდ ეროვნული ნიჰილიზმი ხალხი რა, რომ აი ძალიან გული მტკივა, რომ უსმენ განსაკუთრებით ტელევიზიით ისეთ ადამიანებს, ვისაც უსმენენ თქვათ ბავშვები ან ჩამოუყალიბებელი აზროვნების მოზარდები, ხო? და როცა აი ჩვენ ქართველები და ჩვენზე უფრო გაცილებით უფრო ველური ხალხი არსებობს ევროპაში ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენი პრობლემები გვაქვს რა და ყველა თავის პრობლემებს უნდა მიხედოს და ნუ მე ჩემი მაწუხებს და შესაბამისად ეს მინდოდა მე თქვა ამ სიმღერით და არა ის რომ ილია ჭავჭავაძეობა დვილი გონია ვიღაცას ხო არა არც ინდივიდუალურობა ძალიან რთულია მაგრამ აი როცა ქვეყანა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში თუნდაც იგივე ევროპა ვახსენეთ ხა იქაც შეინარჩუნებენ ინდივიდუალობას არც იქ დაყრიან ნაგავს არ ვიცი ალბათ ეს თაობების გადარეფრეშების შემდეგ უნდა მოხდეს ხო მე კიდე მგონია რომ აი მაინც მგონია რომ სერიოზულად იმუშავეს ქართველების გადაგვარებაზე რა განსაკუთრებით ის 70 წელი იყო აი ამის შერო ფულს იპარავდი შეხო შენ სახელმწიფოს არ პარავდი ფულს რა ხო აი ეგეთი ის იცი როგორი მომენტია მე ნაკლებად მჯერა ჩვენი გადამი ძალიან ოპტიმისტი ვარ ჩვენი ბევრი რამე არ მომწონს რა თქმა უნდა რასაც არ მომწონს იმას ვამბობ და საბედნიეროდ მე მაგ საშუალება ვთქვა ეს ხმამაღლა ვთქვა და ქვეყანას გავაგონ ვაგერ შენი ნამუშევრით მე ჩემი გადაცემები და ასე ვთქვა მაგრამ ეს მახსენე შენ მოყვარეს პირში უძრახეს ამბავი უნდა იყოს თორე ის კი არა რომ ცინიკურად ავნახე ქართველმა ბოთლი გადმოაგდო რო არ გინდა რომ ის ბოთლი გადმოაგდოს ხო იმიტომ რომ ამბობ ამას რომ იქნებ ვიღაცამ თავის და მე ყველაზე მეტად იმ ტიპების ეგ მიკვირს რა რომელსაც ძულს თავისი ქვეყანა იმადგან მიკვირს რა იცი რომ აი თუ ესეთ რაღაც აი საქართველოს რაღაცა მაშინ რატო გაწუ უნდა გიხაროდეს თუ შენი ქვეყანა გძულს რომ ის სუდათ არის ხო ხო ეგრეა ხო ლოგიკურად თო მეუდგებით ის ტიპი ვინც არ მიყვარს იმის სუდათ ყოფნას რო ვიკეთებ ესე თქო გიხარდისა წუხდები ხო ალბათ სიტყვაზე ვამბობ ხა მაგალითად და
თუ ამ პოზიციიდან უყურებ შენ ქვეყანას რა ეს საზიზღარი ერი ძალიან ძნელია რა და ჭავჭავაძეს როცა ამბობენ ხმამაღლა ძალიან ადვილად ახსენებენ ამ სახელდაგვარს რა ავიწყდებათ რომ ილია ჭავჭავაძეს უყვარდა თავის ქვეყანა და რო გითხრა რომ ლუარსაბი არ იყო იქვე თავისი ცხოვრების წესით მორალური გმირი შეიგიქნა და ალტერნატივა როგორი უნდა იყო ეგ გითხრა და ამათ მარტო ის გაიგეს რომ ალბათ ეზარება ადამიანს გააზრება რაღაცეები ესეთ სათავისოთ ესმით ხო ან სათავისოთ როგორც აწყობთ რა კეთახმები ძალიან რთულია თემა მოდი მე მაყურებელს წინა გადაცემაში და წინა ხუთშაბათს დავპირდი სანამ მეგას დაჯილდოება იქნებოდა კვირა დღეს ახლა 13 დეკემბერსო აუცილებლად დეტალურად გავაცნობდი ნუ მართალია სოციალური ქსელებით გაიგო უკვე ხალხმა მაგრამ უფრო დეტალურად მინდა გავაცნო შედეგები მე-16 მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე და გამოვაცხადებ რამდენიმე ნომინაციებს რამდენია 20 ესე იგი წლის პოპულარული სიმღერის ავტორი ამ წუთში გიორგი დათიაშვილის ჩამოვიარე მე საქართველო გახდა წლის საუკეთესო კონცერტი ზურა დოიჯაშვილის ქალაქ ახალციხეში ჩატარებული კონცერტი გახდა ძალიან სიამოვნებს რომ ეს გასვლითი ღონისძიებები ხდება სხვა შორის შარშან ამ ნომინაციაში თემურ ციკლაურის თელავში ჩატარებულმა კონცერტმა გაიმარჯვა და ეს რეგიონალური ეფექტები მე ვთვლი რომ უნდა იყოს გამონათებები იმიტომ რომ თბილისი არ არის საქართველოს მთლიანად, იმიტომ რომ რეგიონებშიც უამრავი რამე ხდება და ეს მომეწონა რომ ახალციხის კონცერტი ზურასი რაღაცა სერიოზული აპლოდისმენტები იყო. პოპულარულ მომღერალთა ზურა დოიჯაშვილი დასახელდა, წლის აღმოჩენა ძიმა გაკობეშავიძე, წლის დუეტი ამ წუთში არა, უბრალოდ წლის კლიპი ხო ნუ აგერ თემო ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია. შემდეგ წლის საუკეთესო რესტორნის მუსიკოსებად რესტორან წარნის მუსიკოსები დასახელდნენ წლის ადამიანად ამ სახელმწიფო კულტურის სფეროში თეიმურაზ ციკლაური დასახელდა და არ ვიცი ხა ვინ უნდა შემედაოს ხალხის სიმპათიად ჩემთვის უსაყვარლესია და ძალიან მომწონს ეს კაცი გოჩა ჭაბუკაიძე დასახელდა და აი რაღაცნაირი ის არის რა ტიპი აი მომწონს ეს კაცი და არ ვიცი მე მიხარია რომ აი გოჩამ აი ეს ნომინაცია მიიღო წლის იმპროვიზატორად სცენაზე ხვიჩა მაღლაკელიძე დაასახელეს მართლა კარგი იმპროვიზატორია მსახიობია იდეალური პოპულარული წლის კომპოზიტორი უпроსოდ პოპულარული კომპოზიტორი და არა წლის ზოგადად კაპიტონი ნუნუ გაბუნია რომელსაც წლის კი არა მე მგონი რა ვიცი 10 წლეულების შეიძლება მიანიჭო იმიტომ რომ ხალი რომელმაც რა ვიცი რა ვთქვა ნუნუ გაბუნია სახელდაგვარი კმარა უკვე აღარ არის საჭირო. ხო, ძალიან დაჩაგრული ადამიანები იმ თვალსაზრისით რომ ისინი ხშირად არ ჩანან ხოლმე და შენ მინდა მე ისაუბრო ამაზე არანჟირების ოსტატები, ტიპები რომლებიც ხედან და აკეთებენ ნახევარზე მეტ საქმეს მომღერლებთან ერთად. არანჟირების ოსტატი ნიშნავს სტუდიაში ვინც წერს ამ სიმღერას, ვინც უკეთებს იქ ხა ეს მუსიკალური ტერმინებია მასტერინგს, ბალანს რაღაცეებს და საბოლოო ჯამში გამოდის ის პროდუქტი, სხვა შორის თქვენთან ვინ მუშაობს ამ საკითხზე? ჩვენ ახლა რადგან ცოცხალ საერთოდ მე უკვე დიდი ხანია მე თუ მუშაობ სიმღერებზე. ხო, ტიტანური შრომაა, ხო, ცალკე დაფასება. საქართველოში განსაკუთრებით როცა პირობები არის 0 იმასთან შედარებით, ხო. შემთხვევაში. ამიტომ ძალიან გამეხარდა რომ ერთ-ერთი მე ვთვლი რომ ალბათ კარგი არანჟირების ოსტატი ნუკრი რუხაძე გამოვიდა და ნუკრი რუხაძეს გადაეცა მე-16 მეგა. მე მაცნობენ რომ ჩართვა გვაქვს ჩემო და მოდი მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში და შემდეგ დავასრულებ. გისმენთ ყურადღებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გავარგებოთ მოგესალმებით. კიდალე მომღერალს მივესალმებით თემოსაჯეია. მაყურებელ მომღერალს. მოგესალმებით. გენიალური, ძალიან კარგი. და ერთი თხოვნასავით არა, ნუ აი ჩემი აზრია ესეთი, რომ თუ ეს პოსტულატი, რასაც თქვენ ბრძანეთ, სწორია, მაშინ სიტყვა შენ უნდა შეცვალოთ სიტყვა თუთი. თუ. მაშინ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. საქართველოს უხარა რა? მოხდენილი ეს იგი ვარკაზის უკვე გაიჟღერებს. ესე ვფიქრობ. შეიძლება აი ადამიანო თავის მოსაზრება გამო ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. ხელოვნება არის კარგი, იმიტომ რომ იძლევა ფართო ინტერპრეტაციების საფუძველი. ხო, არის მithodes ქართულ ტექსტებში ხო იცი რა ხება. ზოგი ასე აი მაყურებელს ასე ესმის და ასე უნდა, ნუ არ არის ეს სადაო თემა, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. კიდევ ერთი გავაგრძელებ ეგრეთ წოდებული ახალი ნომინაცია სახალხო ჰიტი ხო ნუ ვეთანხმები ამ ლუგზარაგემძის თუკი გესიზმრები გახდა თუკი გესიზმრები არ ვიცი რაც მე დავიბადე კი არა და რაც მე მგონია სიმღერა გაჟღერდა ეთერში მას შემდეგ ყველა მიცის მე მგონი ზეპირად
ქართული სიმღერა როგორ ქალაქური სიმღერების პოპულარული შემსრულებლად ამჯერად ლაშა რამიშვილი დასახელდა, კარგი ბიჭია ძალიან, კარგი მსახიობია ლაშა. პოპულარულ ავტორ შემსრულებლად დათო არჩვაძე დასახელდა მეგას მე-16 დაჯილდოებაზე. საუკეთესო სასცენო იმიჯით პატა თედიაშვილი გამოავლინეს. ხო, აი დათო ოზელაშვილი არ ვიცი შენი პატარა იყო. მე არ ვიცნობდი პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა, მაგრამ უდიდეს პატივისცემ მოსვლელი. უდიდესი კარგი ბიჭი იყო, ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა დათო და მეგამ მის უკვდავ სახელის უკვდავ საყოფად მის სახელობის ოზელას მეგა დააწესა შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალური ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელსაც 7 წელია თუ არ ვცდები უკვე მეგა გადასცემს ადამიანებს და ამჯერად ზურაბ მანაგაძეს მიენიჭა აი ოზელას მეგა. ასევე იქ იყო სამწუხაროდ მე ჩვენ ვახსენეთ და არ ვიცი ეს მე როგორ თქვა კიდე ერთხელ დავაფიქსირე თერკაკულიას სახელობის მეგა დაარსდა ეთოს მეგა ადამიანი რომელიც იყო კოლორიტი და პოზიტივის არ ვიცი მანქანა ფქვეველი თუ რა დავარქვა და შესაბამისად მისი სახელის უკვდავ საყოფად ეთოს მეგა პირველი წელი იყო მისმა ძმამ და შვილიშვილმა სცენიდან გამოავლინეს და რა თქმა უნდა პირველი მფლობელი არც გამიკვირდა რომ სოფო ბედია იყო მან დახურა თითქმის ბოლოს წინა გამოსვლელი იყო და ეთოს სიმღერა შეასრულა ის რაც ეთოს გარდაცვალების წინა დღეს იმღერა ერთ-ერთ პროექტში თუ არ ვცდები აღარ მახსოვს რა პროექტი იყო და აი ეს გადაეცა სოფო ბედიას მე აუცილებლად იყო ხო წლის პოპულარულ ტელეპროექტად დასახელდა სხვა შორის გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსი სადაც ახლა შენ მიდიხარ ჩაწერაზე შენს ბიჭებთან ერთად საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი გახდა ანსამბლი გორულა ქალაქ გორიდან რასაც რა თქმა უნდა მთელი გულით ულოცავ საუკეთესო საბავშვო სტუდიის ნომინაციაში თეატრალური სტუდია კარის თეატრი გახდა და ამ ბავშვებმა საერთოდ გამაგიჯეს სცენაზე ესეთი რაღაცები ჩაატარეს მეც ლამის სახეობად მაქციეს ჩამრთეს იმაში და ფრიად აღფრთოვანებულ საერთოდ ახალი თაობა მომწონს იცით რაღაცა მაინც დარხეული არა გვაქვს როგორც სიტყვიან ხო მე მგონია რომ პირიქით ეხლა მაგაცია რა რაღაც ადგილამდე არა რაღაცა მოტივაციას ხედავ გესმის მაგრამ უნდათ სწავლა უნდათ კარგები იყვნენ ძალიან სასიხარულოა ეგ ამბავი მეც ძმისშვილები მყავს პატარები და რო უყურებ მათ ძალიან მიხარია ხოლმე იმიტომ რომ ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო უკვე წინ წასული რაღაც ვიდრე მე ვიყავი მაგალითად იმიტომ რომ ჩემ მასაკში iPad-ს კი არა, ნუ ტყვიების სუზუნი იყო, მეტი არაფერი არ იყო. ხლა კიდე 8 წლის ბავშვი Windows-ისა გადაგაინსტალირებს ვერც. ისეთ რაღაცებს აკეთებ რომ მაგიჟებენ ხოლმე. ამიტომ ეს იმედი. შენ რამდენი წლის ხარ ახლა თემო? 27-ის. ხო, ნუ გახსოვს ესე იგი ის პერიოდი. ძალიან კარგად მახსოვს თანაც და ნუ კარგად ან ცუდად, კიდე საკითხავი. მოდი მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ ყურადღებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ განძელი. მაპატიოს ახალგაზრდა თემურიმ და ერთი შენიშვნა თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ესე იგი, ძალიან კარგია რომ ჯიპიდან ვიღაცამ ბოთლი გადმოვარდა და დაემსხვრა იქა და კეთილინებდა და გამოაცხადეთ ნომერი ვის არის, ვინ იყო. თქვენ დაინახეთ რომ ქართული ნომრები იყო. ალბათ ნომერიც გეცოდინებათ. გამოაცხადეთ რომ სახალხოდ იცოდეს უყოლა ვინ არის, რას არ მოადგენს და როგორ იქცევა. აი ეს სხვა ვიდეო და მაპატიოს ძალიან პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის და არ შემილია რომ ნუ ეხა ძალიან არ ვიცი თემა უპასუხებია. ნუ ეხა ეს ეხა მართლა არ მახსოვს ნომერი ამ თუთას, მაგრამ რომც მახსოვდეს ხა რა თქმა უნდა არ გამოაცხადებ, იმიტომ რომ ნუ ყველა თავის ინდისთან იყოს მართალი. მე რომ მოგთხოვს როგორ დავამტკიცოთ ეხა ეს. ნუ ყველა თავის ინდისთან იყოს მართალი და თავის სისუფთავის. ეს კარგი, აი მე რომ დამენახა, მე სხვა შორის ერთი პერიოდი მქონდა. აი ჟურნალისტ სხვა მოვალეობები. ვიდეო რეგისტრატორი მაქვს და იცი რა ძალიან აგრესიული ვარ ეგეთი ადამიანების მიმართ. ზოგადად აი ეს უსამართლობა ჩემში შვებს აგრესიას და აუქნა ხანდახან ასე მიცნობენ ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტან ამ უსამართლობას და ცოტა რთულია შეგუება იმ უსამართლობასთან, რასაც ხედავ და თა რო გიმტკიცებენ რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა და არ არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა ზვიფოსტელი მოყურებელო მე მინდა გითხრათ რომ თვითონ ის ხა ნომრების გამოცხადების მოთხოვნა თემაზე ცოტა უხერხულია მაგრამ ჩემის არ არის ხო პირობას გაძლევთ მე რომ დავინახო ესეთ და დავინახია გამოვაქვეყნებ და გამომიქვეყნებ კიდეს და მეც რომ რამე დავარღვიო გაძლევთ უფლებას გამომაჭენეთ სახალხოთ და ბოდიში მომახდევინეთ თუ ოდესმე დაინახავთ ჩემ მანქანიდან გადაგდებულ არ ვიცი იმას რა ქვია
რა გადააგდეს. ნუ ამ შემთხვევაში ბოთლი, მაგრამ ეს კონკრეტული მაგალითია ერთი და ესეთი ხდება ძალიან სამწუხაროა რა, რომ ესეთი რაღაცები ხდება. შენ არ ამბობ ისეთ რაღაცას, რაც სამწუხაროდ 1000-ში. ხო, ნუ არავის არ გაუკვირდებოდა. ცოტა სამწუხაროდ ისეთი რეალობა, რომლის დანახვაც მარტო შენ და მე კი არა და მაყურებელს მე ყველას უწევს და არ ვიცი ეს ბაშად უნდა ვებრძოლოთ მაგას. თემო, რაზე მინდა იცი გესაუბრო? შენ ძალიან აქტიური მომხმარებელი ხარ სოციალური ქსელების. კი ბატონო. აქტიურად განიხილავ კონკრეტულ პრობლემებს და ეხა სულ ესეთი ცხელი ამბავია 2 დღის უკან შენ დასვი ერთი ძალიან საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ მე იგივე შეკითხვა დავსვი და ხშირად როცა ახსენებენ ტელეპროექტ ევროვიზიას, იქ მე მებადება ხოლმე შეკითხვები ჩვენს ქართულ წრესთან დაკავშირებით. გადაწყდა რომ ვაცნობოთ მაყურებელსაც რომ ევროვიზიაზე მომავალ როდის იქნება გაზაფხულზე, ხო, მიდის ნიკა კაჩაროვი და მისი ჯგუფი, ხო? დიახ. სიმღერა არ არის ჯერ გაკეთებული. უბრალოდ უკვე აირჩა ყოველგვარი კასტინგი. მე პიროვნულად არ ვადასტურებ ნიკა კაჩაროვის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, ერთ არ ვეხები პიროვნულად ადამიანებს, მაგრამ პრინციპი ვერც ვერ გავიგე. ანუ კარგი იყო, როცა არჩევნები ეწყობოდა ეგრეთ წოდება. ანუ მე აქ რომ გავშალოთ ეს საკითხი, მე იქ სპეციალურადაც დავწერო ყოველგვარი ზედმეტი რაღაცების გაშლი. მართლა გულწრფელად მაინტერესებდა პრინციპი და კრიტერიუმი რის მიხედვით მოხდა არჩევა, თორემ მე არანაირად გაქცეს ეს პასუხი? არა, არავის არ გაუწია, თქო უნდა. არანაირად არ შევხები. ეს არ იყო სხვა შორის არც რიტორიკული შეკითხვა, არც რაღაც სარკაზმი. არ მიკვირს ჩვეულებრივი შეკითხვა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ შევხვები ვარ პიროვნულად ამ ჯგუფს და ნიკა კოჩაროვს, იმიტომ რომ ჯერ ის საერთოდ არ ვიცნობ, დავიწყოთ აქედან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, წარმატებები ქონდეს და ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგი იქნება ეს თუ ისინი წარმატებებს მიაღწევენ. მე ამაზე არ მქონდა საუბარი, რომ რატომ აირჩიეს ისინი. მე მქონდა როგორ მოხდა ეს. ანუ პრინციპი გვაინტერესებს. მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩვენც ხო მუსიკოსები ვარ და ჩვენც ხო მომავლისთვის ჩვენც გვაინტერესებს როგორი კრიტერიუმით უნდა მივუდგეთ თქვა ამ კონკურსს თუ მოგვინდება მონაწილეობის მიღება. ამაზე იყო საუბარი და არა ანუ პასუხი რეალურად არ რატო ჩათვალეს ეს სკანდალურად რომ იქ თემ ხო ნუ არ ვიცი ეს არის რა ეს მედია სააგენტოები ხო საერთოდ ჟურნალისტებზე არ მინდა ცუდი თქვა მაგრამ არა ისინი არც ვამბობ უბრალოდ სულც არ ამბობ ხო ნუ რაღაც ისეთი რაღაცები რაღაცა დამიწერია სტატუსი Facebook-ზე და ისეთ ინტერპრეტაცია არა შემოძმაულა რომ გაუცგნებული ყოფილა რა თემო შენ კი არა ახლა მე აგე ჟურნალისტი ვარ 1992 წლის 10 დეკემბრიდან თარიღი რომ ახსოვს და მე ხშირად ძალიან ჩემ არ გამომდის არ შემიძლია უწოდო ყველა ჟურნალისტი რომელმაც პასტას მოკიდა ხელი და უბრალოდ კლავიატურას და რაღაცის წერა დაიწყო მაგაში მუსიკა და ჟურნალისტი გავს კი გავს ერთმა გიტარას რო აიღებს და დაკვრას ისწავლეს არ ნიშნავს რომ მუსიკოსი დაირქვა და მithumეტეს კომპოზიტორი დაირქვა თუ ერთ რაღაცა მუსიკას დაწერიქ და სიმღერას არ მე სამწუხაროდ მიწევს ხოლმე ამ აგრესიის გამოვლენა ჩემი კოლეგების მიმართაც ჭყალებში ამასთან რაღაც სიუჟეტი ამასთანაც კი რა ახლა მეგაზე რაღაც სიუჟეტი გააკეთეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელმა არ მინდა ვთქვა სადაც ძალიან ისე ცინიკურად იწყება სიუჟეტი რომ ეს ნავტალინში ჩადებული ხალხი სადგა ვინ არის ხალხი ნავტალინში ჩადებული თემურ ციკლაურია ნავტალინში ჩადებული თუ გოჩა ჭაბუკაიძე თუ თემოსაძე რა რიტორიკაა და შემდეგ არის იქ ინტერვიუები ხალხ შენ ინტერვიუც არის სადაც ყველა მონაწილე უკვე საუბრობს იმას რასაც რეალურად გრძნობს იქ სცენაზე და აბსოლუტური სხვა განსხვავებულია ჟურნალისტისგან ანუ მე ჩემ კოლეგებს ყოველთვის მოუწოდებდი და როცა ვთქვათ ახალი თაობის ჟურნალისტებთან მაქვს ურთიერთობა ყოველთვის მეუბნები არ გინათ რა ზედმეტი 10 ლარის გულისთვის ნუ გაიფუჭებთ მომავალს და იყავით პოზიტიურად განწყობილი ამ ხალხის მიმართ და დაინახეთ მეტი პოზიტივ თუ ნეგატივის დანახვას რა უნდა გადაუცილებ მობილურით არის მაყურებელი და მოდი შემოვიყვანოთ ეთერში შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი გისმენთ ყურადღებით აი მე თუ არ გამეთიშება ნეტა ისა დიახ გისმენთ თემურ გენაცვალე ძალიან მომეწონა თქვენი სიმღერა ძალიან ისე ძალიან მე ისეთი ისა მენტალობის ქალბატონი ვარ ისეთი ასაკის 60 წელს უკვე გადავცილდე თითქმის და მე სხვა იმაში გავიზარდე მაგრამ მოვესწარი იმ დროსაც და ამ დროსაც
ძალიან მომხიბლა თქვენმა სიმღერამ. აი მე თქვენ სიმღერაში დავინახეთ ძალიან ბევრი ისეთი კარგი რა ზუსტად ის რომ აი რომ ჩვენი ბრალია ყველაფერი რომ ჩვენ ამად ვართ არა ჩვენი ბრალია ეს ჩვენი მენტალობის ჩვენი ბრალია ერთი სიტყვით და მე ძალიან მთხოვ ისე გულით მინდა ეს თქვენი სიმღერა რამდენჯერმე მე განწყობილება გავიგე თქვენი სიმღერის მაგრამ აი მინდა რომ მრავალჯერ მოვისმინო მე იმედიც დავინახე ის იმედიც დავინახე თქვენ გამოვართ ამ მდგომარეობიდან რა თქმა უნდა აბარა ეს იმედი რო დიდი მადლობა გაიხარეთ მადლობა არისთვის მადლობთ თემა ნუ აი როგორც სათხოვ მაყურებელი პოზიტიურად განწყობილია სულ არ მიკვირს პირდაპირ შემიძლია გითხრა და სწორად შეაფასეს ის რომ აქ შენ ვინმეს კი არა შენ თავს ხო რასაკურველია ნუ მორალის კითხვა არის ძალიან ადვილი როცა ამას აკეთებ შემოდან ესე რაღაც ჩვენ და თქვენ ეს ძალიან ადვილია და არავის არ იწევს კარგ დამოკიდებულებას რა იმიტომ რომ თუ იცი რომ ადამიანს რაღაც ჭირდება ის უნდა მიაწოდო რა როცა ვიცი რომ ჩემს სიცხე აქვს მე მას უნდა უყიდო წამალი თქვათ და თუ ეს შემილია უნდა გააკეთო თუ არა და ხა შე რატო გაცივდი და რატომ გაქვს სიცხე და ნუ მოგევლო თავისთვის აი ეს ძალიან გეთახმები აი ეს პათოსი გაზდევს შენ ამ ნამუშევარს და კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემს პოზიტივს ამ კლიპის მიმართ თემო საუბრობდით და უცებ გავწყვიტეთ ევროვიზიის თემაზე იყო საუბარი ანუ პასუხი ვერ მივიღეთ მეც ვერ მივიღე რა ფიქრობ არა უშავს ალბათ რაღაც მე გაამართლე. ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ წარმატებებულ ვსურვოთ პირიქით მე ყველაზე და შენც დაწმუნებული ყველაზე მეტად გაგვეხარდება თუ ჩვენი ქვეყანა საქართველოს ოდნავ მაინც რაღაცა წინ წაწერის რეჟიმში იქნება თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ მე ამ კონკურსთან დაკავშირებით ჩემი პირადი შეხედულებები მაქვს რასაც ხშირად ვამჟღავნებ ხოლმე იმიტომ რომ ასეთ პატარა ქვეყნის ასეთ დიდ რაღაცებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი სტრატეგია უნდა ქონდეს და ამაზე მე ვისაუბრეთ. მოდი Skype-ით გვიკავშირდება მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში გისმენთ ყურადღებით ეთერში. მოგესალმებით გენეცვალი მოგესალმებით. მოგესალმებით. ახალგაზრდებო თქვენ ალბათ 25 წლის წინ თუ იყავით ალბათ ძალიან პატარები იქნებოდით. თემო პატარა იქნებოდა, მაგრამ მე არც ისე პატარა 15 წლის ვიყავი 25 წლის. თქვენ კი აი თქვენ ხო გახსოვთ? დიახ. გამსახურდიას დროს ის 70 წელი თქვენ რო ახსენეთ. დიახ. გასული იყო უკვე და აი მაშინ გამსახურდიას დროს გახსოვთ როგორ ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. როგორ არ მახსოვს? კი. აი ესე იგი როდის უმუშავია ძალიან კარგად გენეცვალი. რას? აი ახლა 25 წლის განმავლობაში. ერთობას? კარგი, გავიგე. ნუ ალბათ ერთობაზე იცი რა, მე გამსახურდიას დროსაც მაგ ნანახი ერთიანი საქართველოს და შემდეგ სამწუხაროდ ძალიან ცუდად გახლეჩილი. შენ წარმოიდგინე 2008 წლის ომის დროსაც მაქვს ნანახი ერთად შეკრული საქართველოს და მე სამწუხაროდ გახლეჩილი. და ასევე 13 ივნისაც კი აი ამას არის თემა მე ვნახე ხო და ჩვენ აი ამ სტუდიაში სადაც ეხშე და ის ტალახიანი ბიჭები და გოგოები ისხდნენ აქ ჩემთან გადაცემაში და მაშინაც ვნახე და მაშინ გამოვთქვი სულ რომ ის გაგრძელებული იყო ისე. საჯოლის ეგ აი ისტორიას რო გადავალოთ თვალი რა დავანებოთ თავი ამ 25 წელს. ზოგადად ქართველების რაღაცნაირი თვისებაა ეგ რომ აი ხშირად ხდება რომ ძალიან კრიტიკულ მომენტში შეუძლიათ კი მაგრამ როგორც კი მე საჭიროა რომ აი ეს სული არ დაიკარგოს და ის ერთობა და მიყვნენ ისე აი იქ უკვე ერთმანეთს დაამარცხებენ და დაანარცხებენ მიწაზე არ ვიცი რა დავარქვა მაგას მაგრამ ასია ხო ეგ სახელს მე ვერ უძებნი ვერ არის თვათ მოსაცომი ხო ნუ როგორ უნდა მოგეწონოთ ძლივს რაღაცა გაერთიანებს და სამწუხაროდ გასაჭირი და ტრაგედია და უცებ მე ამ ტრაგედიის შემდეგ ისე ვიშლები და ხო და ნუ მე შეუძლიათ რომ მაგალითად აი 13 ივნისის სოლიდარობის აქტი რომელ ქვეყანაში მოხდა უცებ შეუძლიათ რომ ახალი წლის განათების გამო იმიტომ რომ ვიღაცას რომელიღაც პარტია მოწონს და ვიღაცას სხვა პარტია ახალი წლის განათების გამო აქაც პოლიტიკურად ჩავიდნენ რომ იმ პარტიის დროს უკეთესი დაკიდეს და ამ პარტიამ აი ესეთ დონეზე განიხილო და განათების გამო დაჭამუნდეს სამწუხაროდ მეცინება მაგრამ აი ეს არის რაღაც არ ვიცი სიმწრესიც არ ვიცი მოდი აქ თემა მოიტანა და ჩვენ რამდენიმე წუთი გვაქვს კიდე დარჩენილი 1-10 წუთი და პოლიტიკის უბრალოდ ხელოვნების როლი პოლიტიკაში არის სამწუხაროდ
რაღაცა, მაგრამ ჩემის აზრით უფრო მეტი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია ხელოვნებას, ვიდრე თავად პოლიტიკის განვითარება. შენ რას ვიყო? ხო, ნუ მე საერთოდ პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარს ვერიდები, იმიტომ რომ პოლიტიკა მე არ თქო შენი სიმპათია ანტიპათია, მე სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე გეკითხე. მე მაქვს რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ხშირად ამას არ ვაფიქსირებ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს მწვავე და არა პროფესიონალური რა და ნუ ასე მიჭირს ნამდვილად. თუმცა პარლამენტარი ჯონ ლენონის ნამდვილად არ წამს ხოლმე რა, იმიტომ რომ ხელოვანი რომელიც ემსახურება პირველ რიგში უნდა ეძებდეს და ემსახურებოდეს თავისუფლებას. ხო და აი ეს ხელოვანი რომელიც რომელიღაცა პარტიის დაქირავებული ტიპია და ანგაჟირებული ტიპია. მოდი შეგედავო გინდა? მისგან აი მოდივით ბონო არის რესპუბლიკური პარტიის, ოღონდ ჩვენი კი არა, იქაური. გასაგებია, კი, ეგ არის აბსოლუტურად სხვა შემთხვევა, ბონო არის იდეოლოგიით რესპუბლიკელი და არა იმით რომ ბონოს იმდენი მილიონი აქვს, რომ პარტიისგან ის ფულს არ საჭიროებს. ანუ მივხვდი სადამდე მივედით იდეით რესპუბლიკელია და ბევრი ხო, რა თქმა უნდა არის ზოგი დემოკრატი, მაგრამ იდეურად და არა იმით რომ ამერიკის მთავრობა აფინანსებს მას რა. იმიტომ რომ შენ როგორც კი ფული გადაგიხადა მთავრობამ ან პარტიამ რაღაცაში და ეს ფული აიღე, ხო? და მე დაჭირდა მას იმისთვის რომ მიტინგზე წახვიდე და გახვიდე ან საარჩევნოდ სადღაც წახვიდე, ხო? შენ ეუბნები რომ აუ მე არ მინდა რა პოლიტიკაში ჩარევა ძმაო. ის კიდე გეუბნება რომ აბა ფული აიღე უკვე ჩაერიე ძმაკუში და მოდი რა ერთი აქეთ რა. ხონია ესეთი აი ამ ორომტრიაში ჩართვის რაღაც არ ვიცი შემოთავაზებები შემოთავაზება ყოველთვის არსებობს ეგეთი რაღაცის რა, უბრალოდ მე არა ვარ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ხო, მაქსიმალურად ვცდილობ, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი პოლიტიკა, მეორე ჩემი საქმე არ არის ის რომ რაღაცას დროში ვდიო რა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა შესაბამისად მიკროფონია. ხო, ჩემი საქმე თუ შემიძლია ჩემ ქვეყანას ვემსახურო შემიძლია. მესმის საკმაოდ ამწურავი პასუხია და ალბათ სწორი სტრატეგიაც პოლიტიკასთან მიმართებაში. კარგია თუ რეალურად მხატვარი თავის საქმეს გააკეთებს. არ ვიცი პოლიტიკოს მე შეიძლება კი ვამბობ და ახლაც იმ პოზიციაზე ვიყო რომ შეიძლება ხელოვნების დესანტი არსებობდეს პოლიტიკაში რომ ეს მიმართულება რაღაცნაირად დაიცვას და დაიმფარველოს, მაგრამ არა ისე რომ მე პოლიტიკაში ჩარჩეს და დავინტორ ბევრი ხელოვანი ვიცი ვინ შესულა პოლიტიკაში და მე ჩარჩენილა და საერთოდ აღარ ახსოვს თავისი ხელოვნება. დღესდღეობით მაინც კარგად გვაქვს თქო საქმე ვერ ვიტყვით. მით უმეტეს შენ და შენი ჯგუფი ისეთი ფენომენი ხართ, ძალიან ბევრი მატერიალური ისჭირდება, თქვათ, მხარდაჭერა. აი არ ვიცი ხა ერთი ცოცხალი ბენდის კონცერტის მოწყობა არის შეიძლება 3 ფონოგრამიანი კონცერტი ჩაატარო, ხო, ისეთი? არა, ნუ ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და აი როგორ მუშაობთ, როგორ ინარჩუნებთ ერთობას, აი რა ჩვენ მინი სტუდია გვაქვს რაღაცნაირი და ჩვენ ერთ სიმღერა დროში იწელება, ბევრი შრომა ჭირდება, იმიტომ რომ ტექნიკური საშუალებები ისეთი არ გვაქვს, როგორც და სულ მიგვირს ხოლმე რა ტიპები არის, რომელსაც ყველა საშუალება აქვს და უბრალოდ არაფერს არ აკეთებენ. რატო არ აკეთებენ შენ? არ ვიცი. ეზარება თუ? არ ვიცი, ვერ ხვდები მაგას. აი მე სულ რაღაცას ვაკეთებ და ნუ სულ ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო. აქედან გამომდინარე ეგეთი ერთობა ალბათ არის ზუსტად მაგიტო რა, რომ რაღაცის დამიღწევის სურვილი, რომ სტიმული გაქვს შენარჩუნებული. ბევრი რაღაცა რომ ხელს გიშლის, რაღაც რეფლექსის დონეზე გერთვება თვით გადარჩენის აი ინსტინქტი თუ რა ქვია მაგას არ ვიცი რა და ალბათ ეგ არის რა, თორე ეხლა მე რო უკვე ისეთ ფუფუნებაში ვიყო რომ შეიძლება ესეთი სიმღერა აღარ დავწერო. არტიმედი გამახსენდა, შენ არ გემახსოვრება ეგეთი ორგანიზაცია? თუ გახსოვს? არა, როგორ არ მახსოვს. რომ დაღუპა ქართული შოუ ბიზნესის დაღუპვის დასაწყისი იყო, რომ შეიქმნა არტიმედი, ერთ-ერთი გადაცემა იყო მახსოვს ახლა ეს ლირიული გადახვევა, პრესპრესი იყო მაესტროზე, იქ მიმიწვიე სტუმრად და მაშინ თქვი რომ ქართულ შოუ ბიზნესში, იმიტომ რომ მაშინ არსებობდა შოუ ბიზნესი, მოდი თქვათ რა, კონცერტები და მე მგონია რომ ხოც არსებობს. მე მგონია კი რომ მე ვამბობ რომ ხო, ბოლო მეგასვათ სხვა არაფერი. უბრალოდ მაშინ უფრო ძალიან დიდი სინტეზი დღეში 3 კლიპის პრეზენტაციაზე მივიდიოდით და მე ხა ის გამახსენდა ცხინვალში რომ ჩავედით კონცერტი ჩასატარებლად თავის დროზე, ანუ რამდენი ისტორია, ხო? ანუ რის თქმა მინდა, იცი ძალიან რთულია, აი შენ
დაინარჩუნო ის ყველაფერი, რასაც ეხლა ჩვენ ვინარჩუნებთ და მიგვაქვს ბეჭებით, ხელებით, არ ვიცი, იქამდე ვიდრე ჩვენი ქვეყანა კიდე ერთხელ განმეორდები არ მივა იმ დონეზე, რომ ხო, ნუ აი მერე როცა ქვეყანა მივა. მე ვერ გეტყვიან, თემოსაჯე სად იყავი შენ ძმა გაშლის სუფრაზე დაჯდომ არის ძალიან ადვილი რა. აი სუფრის გაშლა არის ძალიან ცივი. მაგას ამ თელ ცხოვრება რომ ამბობ და მიხარია რომ შენც მაგაზე. ჩვენ ვერან ვერ შეგვედავება რომ რატო შემოუჯექით ამ სუფრასო. თამადები თუ არა ძმო, მერიქიფები მაინც ვიქნებით გაბედულად, იმიტომ რომ ჩვენ ბექგრაუნდი გვექნება უკან ისეთი დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ შენ ხელოვანი კაცი ხარ, რამდენი ხანია ეხა გავიხსენე, რომელი წელი იყო, არც მახსოვს 99-ში რომ ჩავედით. რაღაც აი უკვე 2000-იანი სადღაც თან ხო და ნუ იქ ისეთი მაგარი კონცერტი ხალხი როგორ დავხვდა ისიც კი მახსოვს. ეხა არქივი ვერ მოვიძიო, თორე აუცილებლად მოვიტანდი ამ არქივს და აი იმ დღიდან ემსახურები, არ ვიცი 17 წლის იყავი თუ 16-ის, უფრო ხო? ალბათ უნდა მივიტანოთ რა. სადღაც უნდა დავდოთ. მე მახსოვს მეორე სოფლიო ომის დროინდელი ევროპის კულტურა როგორ ვითარდებოდა ძალიან ნელი ტემპებით და მithonეთ ეს ახლა გრემის ისტორიას რო ახსენებენ ხოლმე, მეღიმება ხოლმე. თქვენ რა გონიათ გრემამდე ესე თავის მოვიდა და არა, იქ იმდენი იბრძოლეს იქ ევროპის ქვეყნებმა მთელი პოსტ მეორე სოფლიო ომის პერიოდი იყო გაიარე. ესე არ ხდება უცებ წლები დაჭირდათ რომ რაღაცამდე მისულიყო და აი იმედი მაქვს. თუ ვინმეს ეგონა რომ კარგი ქვეყნის და კარგი სახელმწიფოს აშენება ხდება ძალიან მალე შეცდა ხდება ძალიან გვიან მაგას მოაქვს შემდეგ კარგი შოუ ბიზნესი კარგი ფეხბურთი რა თქმა უნდა ერთმანეთზე რატო თამაშობს ფეხბურთს ყველა კარგი ქვეყანა ეს ხო ესეა რა რატო ერთამაშობს ფეხბურთს სუდი ქვეყნები იმიტომ რომ ფეხბურთს სხვა რაღაცა ჭირდება და შოუ ბიზნესი რატო არის ბრიტანული და ამერიკული კარგი იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ქვეყნებია რა ქვეყანა იმ დონეზე მისული ხო და მე აი მინდა და მჯერა და შენ ზუსტად ვიცი რომ ჯერა რომ ჩვენი ქვეყანაც ნუ 25 წელი გავიდა არა უშავს კიდე ერთ 5 წელი მოვითმინოთ დაველოდოთ ამ ლოდინოდიშ კი გაგვირგის და არა უშავს აი ის ბავშვები რო ვახსენეთ ჩვენ თავიდან საუბრის დასწრებში აი ის ბავშვები იყვნენ ვინც იმ ბურთს ცოტა იქით წაიღებენ ჩვენ სანამდეც მივიდა მე მჯერა რა მაგის იმიტომ რომ მაგის რო არ მჯერდეს მაშინ რა აზრია განჩემს ან შენს აქ მოგეთ ძვირფას ტელემაყურებლებო მე აგერ გადაცემა გავიდა ბოლოში თემო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლის დიდი მადლობა შენ პირადად ტელეკომპანია მედია კავშირი ობიექტის იმის რომ მომიწვიეთ და მომეც საშუალება რომ ელაპარაკა თქვენთან ერთად გაიხარე ეს თემო საჯაია იყო ჯგუფი Force Majore თემო საჯაია სოლისტი ხო ესე ეძახიან თუ როგორ ხო წარმოტევებს გისურვებ თემო თქვენ კი ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენლებო ზუსტად ერთი კვირით მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობები და კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემ სიმპათიებს და იმას რომ აი ჩვენი გადაცემა პირისპირ ხუთშაბათს 5:30-ზე მაქსიმალურად ეცდება რომ ხელოვნებისა და კულტურის აი ეს მიმდინარეობა თქვენთვის უფრო ახლო და შინაგანად ახლო გახადოს. კარგად ზანდებოდეთ მომავალ ხუთშაბათამდე. ნახვამდის.